მე ვფიქრობ ძალიან სასარგებლო იყო ზოგადად ეს ფორუმი საინტერესო წარიმართა, იქიდან გამომდინარე რომ მსოფლიო ლიდერებს საშუალება მიეცათ რომ საკუთარი ასე ვთქვათ მოსაზრებები გაეცვალათ ერთმანეთთან. მიმაჩნია რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს რომ მსოფლიო ლიდერებს უფრო მეტი ასე ვთქვათ კარგი კოორდინაცია ჰქონდეთ და განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში როგორც არის ბირთვული უსაფრთხოება და ზოგადად უსაფრთხოების საკითხები. ის ალბათ რომ საქართველო არის გამოკვეთილი რეგიონში და ჩვენ ვართ ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი და ჩვენ შეგვაქვს წვლილი მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში და ეს ყველა ქვეყნის ლიდერის მხრიდან არის ადეკვატურად შეფასებული და დაფასებული. მე გავმართე შეხვედრები რამდენიმე ევროპელ ლიდერთან, ჩვენ განვიხილეთ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, ყველანი მოუთმენლადელიან საქართველოს მიერ ავსტრიების ხელშეკრულების ხელმოწერას. ის ალბათ რომ ეს საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან რომპუისთან, ასევე გუშინ შევხვდი პრეზიდენტ ბაროსოს, რომლემაც დაამინდასტურეს რომ ეს პროცესი უკვე დაჩქარებულია, ჩვენ როგორც მაქსიმუმ ივნისის თვეში მოვაწერთ ხელს, თუმცა შესაძლოა არ არის გამორიცხული რომ მანამდეც მოხდეს ხელშეკრულების ხელმოწერის დამოკიდებული არის წმინდა ტექნიკურ დეტალებზე. ვინმე სჭირდება ამ დოკუმენტაციას თარგმნა და სწორედ ამაზე არის დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, ყველა შევხვდი და გვაქვს აბსოლუტურად ძალიან ძლიერი მხარდაჭერა და ყველანი ასევე მოუთმენლადელია რომ საქართველოს გააფორმოს ხელშეკრულება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც ევროპის კავშირთან. და ძალიან ოპტიმისტურად უყურებენ საქართველოს მისწრაფებას რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც ჩვენ განვიხილეთ, მინდა აქვე დავამშვიდო ყველა ვისაც რაიმე კითხვები გაუჩნდა ამ დღეების განმავლობაში რომ არავის არ აინტერესებს არც ყოფილი პრეზიდენტი არც მისი დაბარება პროკურატურაში. უბრალოდ ის ისტერიკა რაც მომდინარეობდა ოპონენტების მხრიდან ეს გასაგებია, მაგრამ ერთი მთავარი რჩევა რაც მე მივიღე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან იყო ის რომ ჩვენ უბრალოდ იგნორი უნდა გავუკეთოთ მათ მიერ წარმოებულ ამ ისტორიულ კამპანიას. ასე რომ ყველაფერი ძალიან პოზიტიურად ვითარდება, ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, რაც გამოხატული იქნება უახლოეს დღეებში ჩვენ გვეწყება რამდენიმე ლიდერი გვესტუმრება. ესე იგი ჩამოდის პრეზიდენტი ბაროსო ივნისის თვეში, სადაც ჩვენ გავმართავთ ერთობლივ საინვესტიციო კონფერენციას, ევროპულ საინვესტიციო კონფერენციას, ასევე ჩამოდის რომპუი, მაისში ჩამოვა საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი, ჩამოვა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ველოდებით აპრილის თვეში პოლონეთის პრემიერს ტუსკის და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო თანამშრომლობის საკითხები განსახილველი.